მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ისე მოვედი თქვენთან და მოდი ეხლა ვნახოთ, გავარკვიოთ, ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ეხლა მისი რეაქცია თქვენს სიჩუმეზე. აი, რას ფიქრობს თქვენ რო ჩუმად ხართ და არაფერს არ აკეთებთ, რო არ გადიხართ კონტაქტზე, რო არ იწუხებთ თავს და ხართ ესე თქვენთვის. აი, მისი რეაქცია ყველაფერზე. მისი რეაქცია თქვენ სიჩუმეზე მეგობრებო. ჩაიფიქრეთ პარტნიორი და ვნახოთ. მისი რეაქცია თქვენ სიჩუმეზე მეგობრებო. აი, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენ სიჩუმეზე? იცის, თვითონ ფიქრობს, რომ თქვენ მაინც ერთმანეთს იზიდავთ. აი, ირეკლავთ ერთმანეთს, იცის, რომ ერთმანეთს ხიბლავთ. აი, თქვენ შორის მოხდა ეს მოხდა, ნაპირწყალი და ეხლა მას აღარა აქვს. მისი კრიზისი აქვს ეხლა ამის გამო. აი, თქვენს სიჩუმეზე ამ ადამიანს კრიზისი აქვს, სასწაულ დღეშია. ხო, ძალიან ცუდად ასაწავიდეს არ იცის. უნდა კიდევ შანსი გამოიყენოს, რანაირად. მისი რეაქცია თქვენს სიჩუმეზე მეგობრებო. აი, ხო გეუბნებით, სად წავიდეს არ იცის. როგორ დაიწყოს ეს ურთიერთობა არ იცის. მოსიკვდილებულია, სიკვდილს ნატრულობს. ვაი, საცოდაო რა დამემართაო, ამას ფიქრობს. ხო, გაურკვევლობაშია, ვერ ხდება რა გააკეთოს მეგობრებო. თუმცა უნდა პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ ვერ ხდება რა გააკეთოს. იმდენად მიმზიდველები ხართ, იმდენად სექსუალურები ხართ. აი, რაღაცას აჩვენებთ, თქვენ სადღაც ეპრანჭებით ამ ადამიანს და აი როგორ იხოკავს სახეს, მაგრამ ამას არ გაჩვენებთ. იმდენად ამაყია ეს ადამიანი, ამ ყველაფერს არ გაჩვენებთ. საკუთარ თავთან კონფლიქტშია მეგობრებო. ხო, უარს გიბრუნებთ. ანუ ხო თქვენ რეაქცია არ გაქვთ, თვითონაც ვითომ რეაქციას არ აქვს, არ აძლევს, არ გაჩვენებთ, ხო. თუმცა გააზრებულად, ამ ყველაფერს გააზრებულად აკეთებს მეგობრებო. აი, უარს ამბობს გააზრებულად, ანუ როგორც თქვენ იქცევით, ეხა თვითონაც გააზრებულად აკეთებს ამ ყველაფერს, თუმცა ძალიან გულდათუთქულია ეს საწოდავი. მხოლოდ შენ მიყვარხარო ამბობს. მაინც შენ მიყვარხარო. გააზრებულად მეგობრებო, ყველაფერი ხდება გააზრებულად, იცოდეთ. ძალიან წარმოგიდგენთ ფანტაზიებში. მოკლედ, ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა. იყო თქვენ შორის ტოქსიკური ურთიერთობა, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, თქვენ ხართ მისთვის საოცნებო, სასწაული ადამიანი, რომლის დავიწყება ესე ადვილი არაა. ადვილი არაა მისთვის თქვენი დავიწყება. არა, მეგობრებო, ცეცხლში იწვის. ოღონდ ჯოჯოხეთი ცეცხლში იწვის ეს ადამიანი. უბედურ დღეშია, უბედურ დღეშია, უთქვენოთ უბედურათა საწოდავი. ხო, ერთადერთი რამე შემიძლია გითხრათ. ამ ადამიანმა სიმართლეს ჩახედა თვალებში და ამბობს, რომ მე უშენოდ ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვევი. მე უშენოდ არ ვარგივარ. შენ ხარ ჩემი სული და გული. აი, ნახე, სული და გული. მე უშენოდ ვიწვი. შენთანაც ხო ვიწვი. უშენობითაც ვიწვი. ამას ამბობს. დათუთქულა ეს საწოდავი. შეპყრობივილი ვარ შენითო. უთქვენოთ მეგობრებო. აი, გამორიცხეთ. თქვენ შორის მანძილია. კი. ეს ადამიანი აი ეს ადამიანი ყარაულობთ. ხო, გსტავკავთ მეგობრებო, სოციალურ ქსელებში იცოდეთ. ეს ადამიანი არსად არ წასულა თქვენთანაა. ვის პარტნიორს გავს? აბა, კარგად დააკვირდით, ვის გავს მეგობრებო, რომლის პარტნიორს გავს? ესეთი რაღაცნაირი ცხვირით. ხო, ესეთი ულვაშებით, ზოგს შეიძლება კონდეს ყავისფერი და ზოგს შეიძლება მორუსო. ამ ადამიანს თავიდან დაწყება უნდა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ამ საღამოს ჩვენი თემა. აი, ხო, აი ზუსტად სასწაული თუ გიმიტოდეთ. ხო. რაზე იყო თემა მეგობრებო დამავიწყდა. თუმცა ეს ადამიანის სახეს აღარ გაჩვენებთ. აი, რო არ ვწერ რაზე ვწერ, სათაურს რო არ ვიწერ, ესე მემართება მეგობრებო. გაგირბოდათ ყოველთვის. გაგირბოდათ და გარბოდა და როდესაც გარბოდა და საზღვრები ამართული მაგიით. თქვენ შორის მაგია მოხდა. შეიძლება ეს მაგია იყოს სიყვარულის მაგია, ზებუნებრივი, არაბუნებრივი მაგია მოხდა. ან ვიღაცამ სპეციალურად ჩარია ხელი და ეს ადამიანი ამიტომ გაგირბით ყოველთვის ჩემო ძვირფასებო.
კიდე ამ ადამიანს უნდა თქვენთან ოჯახი. ამ ადამიანს უნდა თუ ოჯახი გქონდათ, ოჯახში დაბრუნება და თქვენ აი ხო იგნორი. აი თქვენს სიჩუმეზე რას ფიქრობს, ხო? რას ფიქრობს და იმას ფიქრობს, რომ დაბრუნება უნდა ოჯახში. ოჯახი შექმნა უნდა, თქვენთან შვილი უნდა, თქვენთან ყველაფერი უნდა. ამიტომ მეგობრებო, ხო, ჩვენი, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა. ძალიან დიდი სიყვარული აქვს თქვენს მიმართ და ეს გაურკვევლობა ამ ადამიანს ძალიან სტრესავს. ხელფეხ შეკრულია, ანუ ყველაფერი დამოკიდებულია ახლა თქვენს გადაწყვეტილებაზე, რასაც გადაწყვიტათ და ეს არ მოსწონს მას. ძალიან დამწუხრებულია. ხო, მისი რეაქცია თქვენს სიჩუმეზე. ჩაკეტილია ეს ადამიანი. ჩაკეტილია არა, განდეგილის პოზიციაშია და ამ ყველაფერზე ფიქრობს. განდეგილის პოზიციაში, როდესაც არის ადამიანი, ჩვენ ვიცით, რომ ეს უკვე მიდის ფიქრის და უკვე გადახარისხება ხდება ახლა მის გონებაში, ჩემო მეგობრებო. ეს ადამიანი ახლა ფიქრობს, სად დააშავა, რა დააშავა, სად შეცდა, სად გადაუხვია გზიდან და მთელი რიგი ამბები აქვს, მოკლედ წინ გასავლელი. ამიტომ ჩვენი დღევანდელი თემა რაც არის მისი რეაქცია თქვენს სიჩუმეზე, ესეთია, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს ახლა ეს ადამიანი თქვენი საქციელიდან გამომდინარე, ასე რომ კი, ასეა ჩემო ძვირფასებო და ძალიან ვდარდოფო შენზეო ამბობს. ხო, თუმცა ძალიან კიდე ძალიან დიდი სიყვარული აქვს თქვენს მიმართ, ამბობს რომ ძალიან უყვარხართ. კი, რაც არ უნდა სიტუაცია გქონდეთ, თვითონ ამბობს რომ მე მაინც მიყვარხარ, მე მაინც მჭირდები, მე მაინც ჩემთვის მაინც ღირებული ხარ, ჩემთვის ფასეული ხარ. ამბობს რა დავიმსახურე ასეთი რომ მე ეს სიყვარული მერგო ბლაგა პალუჩი. ამ ადამიანს უნდა რომ ყველანაირი სიკეთე გქონდეს ამ სიყვარულთან ერთად და ხო, ნუ რა ვიცი, ვისთან როგორ რეზონირდება, ჩემო ძვირფასებო, გელოდებით ისევ და ისევ კომენტარებში, მე კიდევ მშვიდობიან ღამის გისურვებთ და ბედნიერი დილის გათენებას და გავიმეორებ, მომიტევეთ ამ დაგვიანებებისთვის, მეც ისეთი სიტუაცია მაქვს, რომ ვერ ვახერხებ. რაც შეეხება პირად გაშლებს, კონსულტაციებს თუ სხვა დანარჩენ სასურველ თემებს, მეგობრებო, 7 იანვრამდე არ მექნება, ასე რომ 7 იანვრის შემდეგ დავიწყებ ისევ და ისევ ჩაწერებს და მიღებებს. აბა დროებით.